გაითვალისწინეთ ახლა რაზეც ვისაუბრებთ, ეს არის გაგრძელება, აი ვიდეო რო ავტვირთე, მე კიდე ერთხელ გავიმეორებ, პროექტი ლურჯის სხივი და საბრძოლო პლაზმური ჰოლოგრამები. აი ჩასკრულეთ რამდენიმე ვიდეოთი ქვევითარი. პროექტი ლურჯის სხივი და საბრძოლო პლაზმური ჰოლოგრამები. ანუ ძველი ინდური ბირთვული და რაღაც პლაზმური ომები რაც მიდიოდა, მაგათ მითებსა და ლეგენდებში და რაღაც საფრთხო წერილებში რო არის მაგათ რაღაც ნაწერებში რელიგიურ ნაშრომებში ნახსენები, ზუსტად იმას ამეორებენ ჩვენს ცივილიზაციაში, რაც ახლა ხდება რუსეთში რა. რუსეთ-უკრაინის ბრძოლაში. ვინ ესხმის თავს რუსეთს, უპილოტოები არ არსებობენ. ყველა უპილოტოს ჩვენ გვაწვდის ის ცივილიზაცია, რომელმაც ჩვენ აქ ჩაგვტვირთა და ომებსაც ისინი აწარმოებენ. აი ის უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც უკრაინიდან ომსკამდე ჩაფრინდა, მას ამხელა მანძილზე გადაფრენა არ შეუძლია. იმიტომ რომ თავად უპილოტოში არანაირი საშუალება არ არის იმისა, რომ საერთოდ ამ აპარატმა იფრინოს. ამიტომაც იგი ცაში არსაიდან ჩნდება, რადგანაც უპილოტოები მატრიცაში იხატება. მასში იმდენი ბენზინი არ ასხია, რომ 2000 კილომეტრი იფრინოს. უკან რაღაცა პროპელერი აქვს, რომელსაც მისი ჰაერში აფრენა და იქ შენარჩუნება არ შეუძლია. იმიტომ რომ ასეთი ტიპის აგებულების უპილოტო აპარატს ჰორიზონტალურად გაჩერებაც კი არ უნდა შეეძლოს. მისი ძრავი და მთელი დამტენები მას კონსტრუქციის წინა ნაწილში აქვს განთავსებული. ამის გამო კი უპილოტოს ამ სიმძიმიდან გამომდინარე წინა ნაწილის წონა მიწისკენ უნდა ეკაჩებოდეს და უნდა ვარდებოდეს, მაგრამ რადგანაც იგი მატრიცაში იხატება, შესაბამისად ეს დრონები და უპილოტოები ჩნდებიან არსაიდან და პირდაპირ მიზანში ხვდებიან. პირველ რიგში მანძილის მეტრებამდე გაზომვა მხოლოდ გზაზეა შესაძლებელი და ისიც ავტომობილით. იმიტომ რომ როცა გზაზე მანქანით გადაადგილდებით, შეგიძლიათ რომ სპიდომეტრზე დაითვალოთ თუ რა მანძილი გაიარეთ. ხოლო როცა ბალისტიკურ ფრენებს ახორციელებთ, რაკეტა ან დრონი A წერტილიდან B წერტილამდე მიფრინავს ამ დროს ამ მანძილის დაანგარიშება არაფრისგან არ შეიძლება. მაგალითად, ჩვენთან საბჭოთა შეიარაღებაზე დადიოდა ლეგენდები, რომ თითქოს და მაშინდელი რაკეტები თავიანთი მონაცემებით ზე უზუსტესები იყვნენ და თითქოს და 6000 კილომეტრის დაშორებიდან ნიჩბის სახელურს გაარტყეს. მაგრამ წარმოიდგინეთ, მაშინ Google-ის რუქაც კი არ არსებობდა ხალხისთვის. და შესაბამისად ისმის კითხვა, რაზე დაყრდნობით მოხვდა ბალისტიკური რაკეტა 6000 კილომეტრის სიშორეზე რაღაცა მუშის ლაფატკის სახელურს. იმისათვის რომ ასეთი ზე სიზუსტის იარაღი მიზანში მოხვდეს, საჭიროა რომ მანძილი ძალიან ზუსტად გაიზომოს. მე როგორც ტურიზმის სფეროში მოღვაწე რუქების თეორიული და პრაქტიკული კარგი მცოდნე, გეუბნებით რომ ზუსტ მანძილს თქვენ ვერანაირი საშუალებებით ვერ გაზომავთ. ეს უბრალოდ შეუძლებელია. სინამდვილეში ეს მანძილი გაზომილ იქნა ნეირონული ქსელის მიერ, მთელი სამყარო ვირტუალური რეალობის მოედანს წარმოადგენს და ამიტომ და შესაბამისადაც. საშუალო სტატისტიკური ადამიანი ასე მსჯელობს, რომ რადგანაც ამ უპილოტოების ამხელა მანძილებზე გამოშვება არ შეუძლიათ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ რუსეთში თავდასხმებისთვის ისევ რუსეთის ტერიტორიიდან უშვებენ. ამას კი ჩვენი სამშობლოს მოღალატეები ახორციელებენ, ამბობენ რუსები, ვთქვათ, რომლებიც სადღაც აქვე რეგიონში იმყოფებიანო. იმისათვის, რომ ეს უპილოტო საფრენი აპარატები გააფრინო, საჭიროა რომ მტერს შეუთანხმდე, შემდეგ გარკვეულ რაიონში ეს აპარატი გადაიტანო, მერე უნდა ისწავლო ამ ყველაფრის მართვა და გაშვება. ანუ საუბარი იმაზე, რომ აი ეს თვითონ კონტეინერები ჩააყენეს საბაჟო გამშვება პუნქტებმა, არაფერი არ იცოდნენ, ჩუმად გადმოვიდნენ, ხახო ეს არის სისულელე, გამორიცხული ამბავია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები ისე მუშაობენ, ვისი საყვარელია, ისიც კი იციან, ისეთ დონეზე იციან დეტალებში ყველაფრის გადაადგილება და რაც სჭირდებათ ყველაფერი იციან. შენ უპილოტო საფრენი აპარატები დანებს 500 ლარიან ჯარიმებს უწერენ, მანქანაში დანაროტო გიდევსო, გინდა აქ და გინდა საზღვარგარეთ, ახლა ცირეს განსხვავებით არის კანონები. და შენ დრონები გადაიტანო და ტყეებიდან ააფრინო, რას მელაპარაკებით.
დანახი, ვისაც ეს არ ესმის რაზე არის აქ საუბარი, ეს არის უბრალოდ ტელევიზორთან მჯდომი ხალხი, რომელსაც არც ჯარში უმსახურია, არც ტექნოლოგიების შესახებ არაფერი არ იციან და ელემენტარულად სამხედრო ჟურნალიც კი არ გადაუშლიათ. შემდგომ საჭიროა, გაშვების შემდგომ საჭიროა, რომ იმ კონკრეტული ადგილიდან დააპროგრამო ისე, რომ უპილოტო პირდაპირ შენთვის საჭირო ადგილამდე მიფრინდეს, სადაც მე აფეთქდება და ესეც ასევე შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ახლა რუსეთში ყველა ცაში იყურება და შეშინებულები არიან. არ იციან თუ საიდან გამოფრინდება დრონი და სად აფეთქდება მათთვის გაურკვეველია. მაგრამ ფაქტია ის, რომ ამ უპილოტოების აფრენას საერთოდ არავინ არ აკვირდება და ვერავინ ვერ ხედავს. დამკვირვებელი ხედავს მხოლოდ მათ ციდან მოახლოებას კორპუსებისკენ. სინამდვილეში კი ის არსაიდან მოდის. ზუსტად ეს გახლავთ პროექტი ლურჯი სხივის უკვე ამუშავებული ვერსია. გახსოვთ წმინდა მამები რას ამბობდნენ? ბოლო ჟამს ცაში აღარ იყუროთო. აი ზუსტად ეგ დრო დადგა. აქ საუბარია იმაზე, რომ ეს უპილოტოები კიდევ ვინც ვერ გაიგო. ეს უპილოტოები კონკრეტულად უკრაინიდან არ მოფრინავს. უბრალოდ რენდერდება, პირდაპირ გავაგრძელოთ. ეს ყველაფერი იხატება და რენდერდება მატრიცულ სიმულაციაში, იმიტომ რომ სამყარო მატერიალური არაა და ეს ხუმრობა არ გეგონოთ. მით უმეტეს რომ მოსკოვის გარშემო ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებს მიზანში ხვდება არა ერთი, არამედ ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი და რუსეთის ტყეებში რა უპილოტოების არმიები ყავთ ჩამონტაჟებულები, უკრაინიდან კი ამ ტექნიკური სამუშაოების რუსეთში დაქირავება და მათ იმედზე ყოფნა, რომლებიც ამ დრონებს გაუშვებენ თუ არა, სრულიად აბსურდია. ჩვენს დროში კი ადამიანებს მხოლოდ ფული აინტერესებთ და ამას ფულის გარეშე არც არავინ გააკეთებდა და ფულითაც ვერ შეძლებდა ამ პროექტის ამუშავებას. ეს ამერიკული ფილმის სცენარი ფილმ Angel Has Fallen არ გეგონოთ. საბოლოო ჯამში მინდა ვთქვა, რომ ამ ომს ორივე მხრიდან ხელოვნური ინტელექტი აწარმოებს. ეს ყველაფერი არა დრონები, არამედ პლაზმური ჰოლოგრამები გახლავთ. რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ კიდეც წინა ვიდეოში, ლურჯი სხივი და პლაზმური ჰოლოგრამები საზოგადოებას აჩვევენ ჰაერიდან დაბომბვებს, რაც შემდგომ ფეიქ უცხოპლანეტელების შემოჭრაში გადაიზრდება. პარალელურად კი მრავალპოლუსიანი მსოფლიო მეოთხე სამრეწველო რევოლუციას აწარმოებს, სადაც ბენზინის მანქანები გადაჰყავთ ელექტრომანქანებზე და მალე უძრავი ქონებები აღარ იარსებებს. მათ მხოლოდ მიაქირავებს სახელმწიფო მოქალაქეებს. ეს ყველაფერი კი მართვადი ქაოსი გახლავთ.